ზაქარია ჭიჭინაძის მოღვაწეობისა და შემოქმედების ამსახველი კრებულის წარდგინება საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა. გამოცემა საზოგადო მოღვაწის 160 წლის თავისადმი მიწყნელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებს აერთიანებს. კრებულის პირველი ნაწილი ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მეორე კი მის ისტორიულ და ეთნოლოგიურ კვლევებს ასახავს. ციგნში ასევე საზოგადო მოღვაწის ეთნოგრაფიული სკოლისა და მეცნიერული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილია განხილული. დაინტერესებულ პირებს მასალების გაცნობა ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსებით გამოიცა წიგნი ზაქარია ჭიჭინაძის შესახებ, რომელიც კონფერენციის მასალებს მოიცავს და მოიცავს ბატონი ზაქარიის შემოქმედებას. და ერთგვარი დაფასება ამ ადამიანის ღვაწლის, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკამ ამ შემთხვევაში დააფასა კიდეც. 2014 წელს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ზაქარია ჭიჭინაძის დაბადებიდან 160 წლის თავს. ერთ წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კონფერენციის მასალების მოწესრიგება, რედაქტირება და ამჟამად გამოიცა კრებული, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგება. კრებული მრავალმხრივარი საინტერესო, მისი პირველი ნაწილი ეთმობა უშუალოდ ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ პუბლიკაციებს და შემდეგ არის უკვე ქართოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში შექმნილი მეტად საყურადღებო მნიშვნელოვანი ახალი სამეცნიერო გამოკვლევები.